ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. პრემიერ-მინისტრი იყო დღეს პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც საზოგადოებას გვამების შესაძლო ექსჰუმაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჟვანიებისა და უსუფოვების ოჯახების თანხმობა იქნება, ექსჰუმაციას ქართველი სამართალდამცველები საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარებენ. აშკარად ჩანს, იქ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღინიშნება შეურღებელი თვალით სერიოზული დაზიანებები, რაც ჩემი ინფორმაციით, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს გამოძიებას, ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასთვის თუ რასთან ქონდა საქმე. ყოფილი პრემიერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს. ასეთ განცხადებებს თბილისში დღეს მინისტრები აკეთებდნენ. მინისტრთა კაბინეტი ფოტოების ავთენტურობის დადგენას ითხოვს. შემზარა ამ კადრებმა პირდაპირ გეტყვით, ძალიან სამწუხაროა, როცა წინა ხელისუფლება 7 წლის განმავლობაში რეალურად მალავდა ამ ინფორმაციას, თუმცა ძალიან ბევრი რამ იმ ხმებს, რომელიც მაშინ იყო, ემთხვევა. შთაბეჭდილება, რომელიც ადამიანს რჩება ამ ფოტოების ნახვიდან, არის ის, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც აქამდე ვიცოდით. იმდენი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, რომლებიც პასუხგაუცემელი იყო გამოძიების მიერ, რომ ეს კითხვები არსებობს და მათზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი და ამათ პასუხს გასცემს გამოძიება. ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს საქმე ჰქონდა დაკონსერვებული ყოფილ ხელისუფლებას და საერთოდ არ ეხებოდნენ და არც ლაპარაკობდნენ ამაზე, ესეც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებს გიორგი მარგველაშვილი გარდაბნიდან გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტი გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვს. უშიშროების საბჭოს მდივანი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი კადრები სოციალური ქსელით არ უნდა ვრცელდებოდეს. საზოგადოებრივი ინტერესი არის ამ საქმის გამოძიებაში. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ის რაც შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდება. საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში. ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის კადრები არ ვრცელდებოდეს ინტერნეტით და იქნება აუცილებლად დასაწყები გამოძიება, როგორ რა ფორმით რანაირად მოხდა ეს კადრები ინტერნეტში. ნაციონალური მოძრაობა ეჭვობს, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის გარდაცვალების ამსახველი კადრები ივანიშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირების გადასაფარად გავრცელდა. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს გასაჯაროვდეს რეზონანსული საქმის დოკუმენტები. ხდება მუდმივად ამ საკითხის წამოწევა, სპეკულირება, მანიპულირება, რაღაც საჭიროებების მიხედვით ზოგჯერ ის უკავშირდება საარჩევნო ციკლს, ზოგჯერ არასასურველი მოვლენის გადაფარვას. დღევანდელი პროკურატურის განცხადება არის ალბათ თვითილუსტრაცია და აღიარება იმისა, რომ ეს ფოტოები, ძველი ფოტოები გაავრცელა სწორედ პროკურატურამ და მთავრობამ. ეს ფოტოები, რომელიც ოფიციალური საქმის ნაწილია, ნანახი აქვს, რამდენადაც მე ვიცი, ოჯახის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეხება ჰქონდა და საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე დღევანდელი მთავრობის რაღაც კრიზისებს და ჩავარდნებს. ჩვენც და მათაც კონკრეტულად იციან, რომ ჟვანია არავის არ მოუკლას, ეს ხო კონკრეტული უბედური შემთხვევა. გოგლა ჟვანია ისმა ძმამ აიღოს მთელი მასალები, დაჯდეს პირდაპირ ეთერში და წაიკითხოს ეს ყველაფერი. წაგვიკითხოს, გაგვაცნოს და ღიად თქვას, რას არ ეთანხმება, რა შეეპარება. სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოებზე კომენტარი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც გააკეთა. რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ ამერიკული მხარე მიმართვის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში დაეხმარება.